აბა, კი, გიღებ. იგი მოკლედ ადგილს არ გეუბნებით. ადგილს არ გეუბნებით. მართალია ვთქვი არ განახევთ მეთქი, მაგრამ მოგვიანებით გადავწყვიტე მაინც გაგიმხილოთ ეს ტერიტორია. შევეცდები უშუალოდ საძიებო პლატფორმაზე განახოთ ესე იგი, ეს არის თეთრი წყაროს რაიონში. თეთრი წყაროს რაიონში პრინციპში დაბა რა დასახლებაში უშუალოდ შესასვლელთან. ვინც ეს ტერიტორია იცის, იმან ისის კარგად იცის სოკოსადაცაა და ტყესად არის, მაგრამ ახლა ვიძახი იმ დაინტერესებული პირებისთვის, ვინც ხშირად არ დადის და კარგად არ იცნობს ამ ტერიტორიას. ესე იგი, არ მისული თვითონ დასახლებასთან, აქედან ამოდის ესე კოდიდან თბილისიდან მომავალი გზა, აქედან მარნეულიდან გზა უერთდება, აქ არის პატარა ხევი და სანამ უშუალოდ აღმართი დაიწყება დასახლებაში შემავალი, აი ამ ადგილას არის პატარა სამანქანო გადასახვევი. აი ეს სამანქანო გადასახვევია და ამ სამანქანო გადასახვევით შევდივართ აი ამ ტყეში. ძალიან ლამაზი ტყეა დამჯერეთ. ბაზარში კი არაა დაყიდის. აი აწყვია დაბლა. აი. იდი. სოქვები აწყვია დაბლა ესე. სუძაღლებმა დაგლიჯეს თემო. აი. არი მოიწე ჩავაწყოთ დროში. უბრალოდ ეს ძაღლები არ ვიცი, გონიათ რომ საჭმელია და რა დაბლა ესე ყრია. ხელი უნდა დაციო და მოკრიფო. უნდა აკრიფო ესე რა, სოკვები სუენა. პატარებსაც იზრდ? ალურიულობა აქვს. ესე იგი ესეთი ჯოყორილი იპოვე. ძალიან. იმალებოდა ფოთლებში. ეგრეა, კაი ხო. თუ გაწადი იქით, ფაქტია, ახლა შიგადაში ჩართვები მომიწევს ხოლმე, იმიტომ რომ ტყეში არ ქონა მის შემოწმების საშუალება. ესე იგი, ნახულობა აქ ინტერნეტში და ეს ყოფილა მინდვრის ქამა, რომელიც ძალიან გავს. ამაზე ვქაი თავი შემილია დავდო რომ ნამდვილად ექსოკო იყო, რაც მახსოვს, რასაც ვიდეოში ვხედავ, ზუსტად ესე გამოიყურება რა. გამოსოკვა, ყველაფერი სად მოდის, როდის მოდის პარამეტრები, ყველაფერი ემთხვევა. ასე რომ ძალიან ბევრი იყო აი ამ ტყეში. უაზროდ ბევრი, უაზროდ და გემრიელი იყო. აბა, მოიცა. ამას ესე მარის რო აყრი ჭამ, ხო? არა, ეგ არ გინდა ახლა, არ გინდა. ძალიან ბევრი ძაღლებია ჩვენს გარშემო უბრალოდ, აი. გონიათ რომ საჭმელი მოვიტანე, დამშეული ძაღლები არიან და არ გვცურდებიან საერთოდ გვერდიდან. სოკოზე წამოვედით სანადირო დობრო ძაღლები არ გვანებებენ თავს, უპატრონო ძაღლები არიან და თან რამდენი შეხედეთ. შამპინიონი შაპო. ეს ის კამასოკოს სახეობაა. Again. მოკლედ ერთი სოკო ვიპოვეთ ახლა, რომელიც საერთოდ პირველად ნახე და არ ვიცი რა სოკოა. თემამ გახსნა მობილური, ვიცი ახლა თუ ვინმე გვიყურებს, ვინ სოკოებში ერკვევა დაიწყებს რომ ეს არ არის მართალი, არ შეესაბამება, ზოგადად აპლიკაცია ვერ ცნობს და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა თემამ იპოვა ეს სოკო, მე ამის გავსა რაღაცას და ხე წერია რომ მოყავისფრო, აი ნახეთ აბა. ერთმანეთში ირევიან? მანახე, აი. აბა თუ იცით ვინმე რა სოკოა? სრიალა. ხელის გულზე დაიდე. არის ჩაურები. მოკეთ მეგობრებო, ესეთ სიტუაცია გვაქვს, ესე იგი სახშირად დავსერჩე ხო, მაგ ახლა ფოტოზე არის ეს სოკო. სერჩავ და ყველაზე მიახლოებული იდეაში გავს ამას, ეს არის მჭადა სოკო.
ამ დროს Google-ს თვითონ ფოტოთირება ძლევა მიჩვენებს რუსულა, ასე დამიწერა, რომელიც დავსერჩეთ და გამოვიდა, რომ ეს ყოფილა ხრაშუნა სოკოები 40 მეტი სახეობა წიწვოვან ტყეშიაო და ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული საქართველოშიო, ქუდიან სოკოებს შორისო, ახლობით აი შეიძლება რაღაცით გავდეს, ვითომ შესაძლებელია, ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს უფრო არა გავს, ვიდრე მჭადა, ასე რომ მჭადა სოკო უფრო გგონია ჩვენ. ძალიან ბევრი ვარიანტები ვნახე მჭადა სოკოსი. ხო და უფრო მეტად გავს რაღაცა ტეხილები აქ გვერდებზე და უფრო რაღაც სლიკინა და წითელია რა. აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიძახი რა, რეკომენდაცია Google-შიც კი ვერანაირად ვერ პოულობ, ვერც ადგილზე, ვერც აქ კონკრეტულად რა სოკოა და სანამ მცოდნე ადამიანმა, გამოცდილმა ადამიანმა არ გითხრა რომ მიჭმეო და იქამდე ვერც სახელი დავარქვით და ვერც მივეკარეთ ზეადღე ხელთათმანებით ვკრებთ მთელი დღე. აქედან გამომდინარე თქვენც ანალოგიურს გირჩევთ, თუ თქვენ არიცით, ძალიან მოერიდეთ, ძალიან საშიშია. ხო და აუცილებლად ანახეთ მცოდნე ადამიანს ტელეფონის დახმარებითაც კი არა, ჩამოვიტანეთ ადგილზე და უშუალოდ ანახეთ. ეს ყველაფერი გაიგებს. ხელის გულზე დაიდერა. ჭადა სოკო. აჰა, და იძახს რომ ჭადა სოკუაო. აღწერილობაში რაც წაიკითხა, რომ გატეხვისას გამოყვებს რაღაცა რძისფერ სითხეს, ზემოდან არის რაღაცა სლიპინა და ასე შემდეგ, რომ ყველაფერს ემთხვევა. ეს ძაღლი მოკლედ მიეწება თემოს. არ შორდება. ხო და ფიქრობს ახლა რა, წავიღოთ, არ წავიღოთ, წავიღოთ, არ წავიღოთ. ყავსენ ალჭამ ეს რაღაცეებს? არა, იცი რა მაგარია. მანახე რეები იპოვე, აბა? აბა, მაჩვენე, აბა მოატერიალი. აუ, მაგას ჭიაყავს მე მგონი. აბა, აქეთ ამოხსენი. გადატეხით. კაი, აბა, აქეთ ამოხსენი, ესე ლამაზად შემოაცალე. აი მიცნობენია. აბა, ჰადემ. ჩადევი. საზღვრობა ის. თემო, აბა, შენ თარა ხდება? სუსოკოა ყაბელგან სადაც ამბობ. მაჩვენე, მოიცადე, მაჩვენე. აუ, რა მაგარია. დემ ფეხი არ დაადგა რა. აი როგორი მალებიან შე, აბა, როგორი აი მანახე. შემე რო გადაუარე, ნახე როგორი მალება. ნახე სუფოთლები აქ თავზე რა, შეხედე. ორა. აი რამდენია. თემო. ყველა ხის ქვეშ. ყველა ხის ქვეშ. აი, კიდე დამალული, აგე, მიდი. მოიწყვიტა თავი. იმიტომ რომ რაღაცა ძალიან უხეშად კრიფავ ამ სოკოებს, მაგრამ სანადიროდ კი არ ხარ მოსული. აუზო გვერდს ნახეთ რამდენია, აბა ყველაფერს უნდა მოფერება. დემემაც რამდენი იყო. ვიპოვა ისევ სოკოები ძალიან ბევრი ღმერთო რა, მხელა პოზიტივებია. არა ეს არ ვიცი რა სოკოა. მართლა არ ვიცი ეს და. არ ვიცი მე ამას დავტოვებ, არ მოვკრიფავ. ეს ნახე რა მაგარია, ნახე რა ლამაზია. არ ვიცი რა. ჭადა სოკო შეხედე. თვითონ იგონებს, ახლა სახელებს არ ქონს, თუ იცოდეს რა სოკოებს კრიფავს. მე უფრო ვიცი, მე მომყვება ხოლმე სანადირად და შეხედე ჭადა სოკოები. ეგ არა. ეგ მე დავაგდე ძველია, ნახე ამას რო გაიმასიზავ შუაში. აი, მეცადე? აი, შეხედე? აი, ძველია. ჩაყარე ესენი ახლა. და მე უყურე, ეს საერთოდ სხვანაირი სოკოები, არ ვიცი ეს რა სოკოა. ნახე რა ლამაზებია. გეტყვი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მიდიოდი თბილისში თეატრის წყარიდან, მაგრამ გადავწყვით მოვსულიყავი სოკოს მოსაკრებად, იმიტომ ძალიან კაი წვიმა იყო გუშინდა დღეს, მაგრამ მეგონა პატარები იქნებოდა, მაგრამ ნახეთ რა გიგანტური სოკო ვიპოვე შემთხვევით. ანუ არ ვიცი დარწმუნებული ეს შხამიანია თუ არა, მაგრამ ნახავთ. ვინ აიღებს? მოკლედ დემეტრემ დახმარება გამოიძახა. ვისაც უნდა აიღო, ეს იყო იქი და შემიწეს ჭამდა. აბა თუ მეტყვით როგორ მოვყრიფო, როგორ უნდა მოვწყვიტო სოკო. ხუდი მოუხსნა, ძირიდან ამოვიღო, რა გავაკეთო? ძირიდან. ძირიდან? გონი ჯობია საყვავილივით ხელი მოკიდო? ხო? და მოტეხო. ამოატრიალე ჯერ. თავის ძირი. ვაუ! ხუდი განახო რა მაგარია, შეხედე. ნახე. ხალხნო ნახეთ. უბრალოდ დანა როცა გვაქვს, დანა გვჭირდება იმისთვის, რომ ეს გადაუჭრათ ხოლმე, არ არის აუცილებელი. შეგვიძლია დავანტრი. იქ ამ გონი მასლატებს, სოკოებს ნახავთ, აი იქ სადღაც. მგონი ვხედავ და რომელად გაჩვენებთ, აბა თუ იქნება.